მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დავიწყებ იმით, რომ მოდი შევხედოთ კონტექსტს, ხო, ისტორიას წამით. თქვენ სწორად აღნიშნეთ, კომპანიის პოზიცია რა არის, მაგრამ მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ აქ ორ რაღაცაზეა საუბარი, ერთი ყურების სპორტი, რო არ შევიდეს შეცდომაში ხო არავინ და მეორე ნავთობ გამომუშავებელი ქარხანა. ხო, თუმცა ეს არის ერთი მთლიანი ჯაჭვი, ხო? რა თქმა უნდა, კი, უბრალოდ ნახეთ სასანქციო პოლიტიკის კუთხით, პორტი, იმიტომ რომ საზოგადოებას ახსოვდეს, რომ პორტი რამდენიმე თვის წინ იყო სანქციების სიაში, მაგრამ ბოლოს მოხდა მისი ამოღება სასანქციო სიიდან, ანუ ის არ დასანქცირებულა. აი, რაც შეეხება ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას, ის არის შეტანილი სანქციების სიაში. უბრალოდ, მას აქვს მიცემული, როგორც თქვენ ძანეთ, 6 თვე, რა დროის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს ესე იგი თანხმერდა იმ სტანდარტებთან, რაც არის დაწესებული, რა შემთხვევაშიც სანქციები არ ჩაირთვება. თუ არ უზრუნველყოფს ამას, ამ შემთხვევაში სანქციები ჩაირთვება. ამიტომ კომპანიის დღევანდელი პოზიცია, რომ ისინი არ დასანქცირებულან, არის არასწორი. ისინი დასანქცირდნენ ონც პირობით, რომ 6 თვის თავზე ჩაირთვება სანქცია, რომელიც უკვე დაწესდა. დაწესებული სანქცია არის. ძალიან მარტივად ვთქვათ, ხო? ამიტომ კომპანია ხوارეთქოს, რა თქმა უნდა, ამ სანქციას, კომპანია ამბობს, რომ თუ ისინი შეასრულებენ ამ პირობას და შეწყვეტენ რუსული ნავთობის მიღება საბოლოოდ, თუმცა ამბობენ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებული აქვს და სექტემბერში საბოლოოდ თუ არ სიტყვიერ, ანუ სანქცია მათ წინააღმდეგ მაინც ამოქმედდება? არა, სანქცია არ ჩაერთვება. არ ჩაერთვება, კი ბატონო. არ ჩაერთვება, მაგრამ თუ არაფერი შეიცვალა, სანქცია ჩაერთვება. მაგრამ სანქცია უკვე არის დაწესებული, ხო? სანქცია დაწესდა და ითქვა, სანქცია რო დაწესებული ხო ვერ ითქოდნენ, სანქცია დაუწესეს და თქვეს, აი გაქვთ 6 თვე. ამ 6 თვეში უზრუნველყავით სტანდარტთან შესაბამისობა. ანუ რუსული ნავთისგან ამ ოპერაციების დაცვა. ძალიან მარტივად, ხო? გასაგებად რომ თქვათ. თუ ეს მოხდება, სანქცია არ ჩაერთვება პრაქტიკულად. თუ არ მოხდება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სანქცია ჩაერთვება, რაც იქნება ძალიან ცუდი ჩვენთვის. ტერმინალის მაგალითი რა პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, იმიტომ რომ ტერმინალთან დაკავშირებითაც იყო ეს მოლოდინები, შემდეგ შედგა კომუნიკაცია და მიიღეს, ასე ვთქვათ, პირობა ტერმინალის მმართველი კომპანიისგან, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემები აღარ შევიდოდნენ ყულევის პორტის ტერიტორიაზე და როგორც ჩანს შესრულდა, იმიტომ რომ 21 სასანქციო პაკეტში ტერმინალთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს. ასე ჩანს. ყოველ შემთხვევაში ევროპული კავშირის პოზიცია ასეთი ჩანს, რომ არის, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ მათთვის სწორად იქნებოდა, ეს ასე არ იქნებოდა, ხო? შევიდოდა შესაბამისად პორტით სანქციების პაკეტში, რადგან არ არის, ან შესრულდა, ან უბრალოდ არ შესრულდა, მაგრამ ევროკავშირი ამაზე არ იცის, რაც ალბათ ნაკლებ სავარაუდოა. მე ხა ზუსტად ვერ ვიტყვი, თქო, რამდენად შესრულდა, რამდენად არა. ამიტომ პრეცედენტი არის დადებითი, პოზიტიური, იმ შემთხვევაში თუ სტანდარტი იქნება დაცული, იმ შემთხვევაში თუ რეალურად რუსული ნავთი იქნება განდევნილი, არალეგიტიმური ნავთი, მოდი ასე ვთქვათ, იქნება განდევნილი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყულევის ეს ქარხანა გადარჩება დასანქციებასაც მე გამახარებს, რომ მე არ მინდა ნამდვილად მივხვდეთ ჩემ პოზიცია რეჟიმის მიმართ, მე არ მინდა რომ ვიხილო ქვეყანაში ასეთი პრეცედენტები. თუმცა ოპოზიციის წვლილი არის იმაში, რომ ევროკომისიამ, ევროპის საბჭომ და შემდეგ უკვე ევროკავშირმა ყურადღება მიაქცია ყულევის პორტსა და ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას. ხო, თუმცა მე აქვე ვიტყვი, ნახეთ, აი ხშირად ქართული თქვენ კითხავს არ მაგცადია საუბარი, დავაზუსტო, მაგრამ ქართული ესების პროპაგანდა ხშირად საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს ვიღაცა ჩავიდა სადღაცას რაღაცა თქვა და ასე შემდეგ. და ამას მოყვა სანქცია. არ არის საჭირო იმისათვის, რომ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება მოხდეს და ადრესატამდე მივიდეს. ხო, ფორმაზე არ მაქვს საუბარი, გინდა ჩავიდა, გინდა მეილი გაგზავნა, მაგრამ ნახეთ, ძალიან ხშირად ქართული ოცნების პროპაგანდა ამას იყენებს სათავისოდ და ზოგიერთ კოლეგას საქმე აქვს აღწული ამის გამო მათ შორის, ხო? მე არ ვიცი ვინ მის რამის წერა, ვერ გეტყვით ნამდვილად. მაგრამ ვიცი ის, რომ ყოველგვარი მიწერის გარეშე და ყოველგვარი შეტყობების გარეშე დავიწყოთ იქ ამ ქვეყანაში მუშაობს ათობით საელჩო. გავაგრძელოთ იმით, რომ ცხოვრობთ smartphone-ის ეპოქაში, სადაც 3-4 წამში ნახავ ყველაფერს, რაც არის საინტერესო რელევანტური. გავაგრძელოთ კიდევ იმით, რომ შავი ზღვის აუზს აკვირდება უამრავი სახელმწიფო, მათ შორის ისინი, რომელიც შავი ზღვის აუზში მონაწილეობენ. ანუ ძალიან მარტივად მეგობრებო, ევროპას არ ძინავს
არც ამერიკას არ ძინავს. ძალიან დიდი საინფორმაციო ქსელი არსებობს. მე აქ გულისხმობ ღია საინფორმაციო ქსელს, არა სადაზვერვოს, რომელიც ასევე ბუნებრივად არსებობს. ხო და ყველას ვიცნობილია, ხო, რომ სახელმწიფოები აწარმოებენ ანალიტიკას და დაზვერვას. ეს ასეა დაახლოებით 5 საუკუნეა. მაგრამ ამის გარეშე იქ რუმინეთია, ბულგარეთია, თურქეთია, სახელმწიფოები ხიზლად არიან. ამიტომ არავის მიწერა არ ჭირდება არავის იმისთვის, რომ ძალიან კონკრეტული ფაქტები იცოდნენ. მე ამას მინდა გავუსვა ხაზი და მე რომელმა კოლეგამ დამატებით ვისა უთხრა, ეს უკვე მე ვერ ვიტყვი ამას, არ ვიცი, მაგრამ ხო, ამ და თუ უთხრა, რა ვიცი, რა უთხრა, ისეთი რაც თუმცა ოპოზიცია მუდმივად საუბრობს ხოლმე იმაზე, რომ აუცილებელია რაღაცა წყობრი, თანმიმდევრული, ერთმანეთთან შეთანხმებული პოლიტიკის წარმოება საგარეო ველზე იმისათვის, რომ სასანქციო წნეხი ქართულ ოცნებაზე კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ეს ძირითად message box. ამის მიღება ძალიან ბევრი სხვადასხვა კომუნიკაცია ყოფილა, ხო, მე ჩემი წერილები გამიგზავნია ვიღაცას თავისი. და ჩვენ არ უთანხმებთ ასეთ კორესპონდენციას ერთმანეთს, შეიძლება პირდაპირ გითხრათ. მაგრამ ძირითადი გზავნილები ყოველთვის ერთი ყოფილა, ხო? რა თქმა უნდა, რომ ანტიდემოკრატიულ რეჟიმზე უნდა იყოს წნეხი. ეს იყო, არის და იქნება მათ შორის ლელოს გზავნილი. მაგრამ ეხლა ყულებზე ვერა წერილი გაგზავნა დამატებით, მე ამაზე ვერ გეტყვი. მე პირადად არ გამიგზავნია, მაგრამ თუ ვინმე გაგზავნა, აი ეს მინდა ვეკითხო. ევროპულმა კავშირმა იგივე არ თქვა დღეს? ამ სწორი გაუგზავნია ხო მაშინ ამ ხალხს. ეს არის აქ თავარი, ხო? ანუ რა გამოდის თუ ამის გამო უპირებ ქართულ ოპოზიციონერს დღეს გასამართლებას და დასჯას, ის ევროპულ კავშირს ასამართლებს და ჟი, მათ შორის იგივეს გეუბნება ევროპული კავშირი. და მეტიც, აი ეს საინტერესოა ძალიან, ხო? რეალურად ამ პეტროლეუმმა თქვენს ახსენეთ. თვითონ თქვა პეტროლეუმმა, ხო, 1 ივლისს განცხადებაში, მე წავიკითხე ჩემი თვალით, გუშინაც და იქამდე თვითონ თქვენს, რომ აპაპ არ დაგვასანქციოთ შემოდგომამდე ყველაფერს. ანუ ამ ხალხმა თქვა თვითონ და გიორგი ვაშაძეს და თუ ვინც არის კიდევ მე მგონი ვაშაძეს არ ერთად, ხო? პირობითად ვაშაძეს და ვინც არიან ამაზე ასამართლებ. და პეტროლეუმი გეუბნება, რომ ხო, ეგ პრობლემა არისო, მე მოვაგვარებო. აბა რაღაცა ასამართლე მაშინ იმ ოპოზიციონერს, ვისაც ამაზე ასამართლებ. აი ეს არის აბსურდი. ხო, ეს მიაჩნიათ, რომ არის რაღაცა საბოტაჟი კონსტიტუციური წყობილების. რა ვიცი, პეტროლეუმს კითხონ, აბა რატო აღიარებს მაშინ პეტროლეუმი? ესე გამოდის, ხო, რა ვიცი, ლოგიკურად ასე გამოდის, ხო? ბატონო, აგერ და მეთანხმებით, მე მგონი თქვენ წაკითხული გაქვთ განცხადება თვითონ ამას, ხო? ფლობელმა დღეს ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ სექტემბრიდან საერთოდ აღარ მიიღებენ რუსულ ნავთობს. და 1 ივლისის განცხადებაში მათ გვერდზე არის, წუხელ კითხულობდი, ზუსტად იგივე ჩანაწერი, რომ შემოდგომამდე ეს საკითხი აღარ იქნება, ეს პერიფრაზია, აკურატყვი. ანუ თვითონ კომპანია ამბობს, ეს საკითხი არის. და თუ იქ ვაშაძემ ასკო პირობითად ან არც ვინც არის ჯაფარიძე და ასე შემდეგ, ხო, ზურა და რამე სხვა თქვენსაც ამ კომპანიამ თქვა, აი ესეთ აბსურდ შევეშება ვიღოთ და შევა 12 თუ 15 წელი ადამიანს აპატიმრებდე, მაგრამ პეტროლეუმის ესე იგი ხელმძღვანელი ამოდის იგივეს. კი ბატონო. კიდევ ერთი თემა, რომელსაც ლელომ დღეს მიუძღვნა ბრიფინგი ვერაზე მომხდარი ძალიან მძიმე მკვლელობის ფაქტია, რომელსაც 17 წლის ახალგაზრდა ბიჭი შეაწერა. გიორგი სიორიძე იყო ამ შემთხვევაში სპიკერი და მან თქვა, რომ ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა, არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი, ჩემთვის სხვა ადამიანები არ არიან და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ. ეს კიდე სხვა ნაწილია, როდესაც ითქვა, რომ მკვლელი თქვენს პარტიასთან იყო რაღაც, ასე ვთქვათ, კავშირში თუ არა ერთ-ერთი საკმაოდ აქტიური პარტიის წევრი. მოდი პირველი ნაწილით დავიწყოთ. გულგრილობა და სისტემური უმოქმედობა. ძალიან მძიმე ბრალდებები ხო არ არის ხელისუფლების მისამართით? მე ვფიქრობ, ეს არის სრულიად ადეკვატური ბრალდებები, სწორი შეფასება ძალიან მარტივი ფაქტების გამო. პროექტში ჩემი ღრმა მწუხარებები და დავაფიქსირო ამ ოჯახის მიმართ, არ ვიცი, ღრმა მწუხარება არც აღწერს სიტყვები, რაც ძალიან ცარიელი სიტყვები არის, მე მგონი იმ ფონზე რაც მოხდა. რა ვიცი, ყველა ნორმალური ადამიანისთვის ტრაგედია, საშინელი ტრაგედია, რომ 17 წლის უდანაშაულო ბავშვი, რომელიც უბრალოდ იყო კაფეში, როგორც ვიცი, მეგობრებთან ერთად, სახლში ვაღარ დაბრუნდა ცოცხალი. აი ამაზე უარესი რა უნდა დაგვემართოს საზოგადოებაში, უბრალოდ აი ესე წამოწმენდილზე ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი, ბავშვი აღარ მყავს. ეს არის კოშმარი, ხო? ეხლა ეს რატომ მოხდა, ხომ ვეკითხოთ? მოხდა იმიტომ მარტივად, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირი პირველი იყო სახლში
და არ იყო შესაბამის ინსტიტუციაში და მეორე ქონდა სამი სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი. რანაირად შეიძლება რომ სახელმწიფოში, რომელიც სახელმწიფოა და არა ტერიტორია, ეს მოხდეს და დასაშვები იყოს. და თუ მე სწორად ვიცი, რანაირად შეიძლება? აი ჩვენი არსებული ყოველდღიური რეალობიდან გამომდინარე. იმნაირად რომ რა მექანიზმებით, რა საშუალებებით, რა მანქანებით არის შესაძლებელი ასეთი ფაქტი იყოს დასაშვები და რა გარანტია გვაქვს რომ თუ ერთი ასეთი არ არსებობს და კიდევ 10 არ არსებობს ასეთი ჩვენს გარშემო. და რა გარანტია გვაქვს ჯვარი გვწერი აი ნებისმიერს ვინც ახლა მისმენს ან ჩვენ ჯვარი გვწერი ყველას რა გარანტია გვაქვს რომ ჩვენ არ გვესვრის სხვა მსგავსი პირი რომელსაც თუ აქვს ის პრობლემა რაც როგორც ჩანს ამ ადამიანს აქვს შეიძლება რომ მოელანდოს რომ რაღაცას უპირებდი და უბრალოდ გამვლელი მოკლას სამი იარაღი შეიძლება კონდეს ადამიანს და შეიძლება თავისუფალი იყოს აი ესეთ მდგომარეობაში ყოფი ადამიანი რომელიც წლების განმავლობაში როგორც ჩანს იყო ცნობილი ხო გარკვეული წლებისთვის რომ ძალიან მძიმე მენტალურ სენს ატარებდა რაც პრობლემაა სამკურნალო ყოფილა ეს ადამიანი და სახლში კი უნდა ყოფილიყო იქ უნდა ყოფილიყო სადაც მას პროფესიონალები მიხედავდნენ და არათუ სახლში იყო კიდევ მთელი არსენალი ქონია ამ კაცს არსენალი და თქვენ პარტიასთან რა შეხება ქონდა ეს არანაირი არასოდეს ეს არის აი უბრალოდ აი მინდა უბრალოდ თავისუფალმა საზოგადოებამ ვინც ვიცი ბევრი გვისმენს აი კიდევ ერთხელ დაინახოს როგორი სამარცხვინო არის ქართული ოცნება და მისი პროპაგანდა. პროპაგანდისტულმა მედიებმა სიუჟეტები მოამზადეს ამაზე, რომ თითქოს რაღაცა ლელოს აქტიური წევრი იყო, მე სადღაც წავიკითხე, რომ რაღაცა ფლაიერებს არიგებდა მხოლოდ. არც ერთი წამით, ჯერთი როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს ადამიანი იყო იზოლირებული საკმაოდ სოციალურად, არ იყო აქტიური. არათუ ლელოს წევრი არ იყო, საერთოდ როგორც ეს აქტიურიც არ იყო, რაც მე ვიცი ყოველ შემთხვევაში. მე შემიძლია პირდაპირ და მკაფიოდ გითხრათ. არც ერთი დღის განმავლობაში ეს ადამიანი არ ყოფილა არც ლელოს აქტივისტი, არც ლელოს წევრი, არც ლელოს ხარდამჭერი ან რაიმე ფორმით ჩართული ლელოს საქმიანობაში. არც ერთი დღის განმავლობაში. ეს არის ქოცური რეჟიმის ბოდვა. იმიტომ რომ არიან უპასუხისმგებლო ადამიანები. იმიტომ რომ 17 წლის ბავშვი მოკვდა და ეს მათთან გარეშეა. იმიტომ რომ ისევ და ისევ მენტალური პრობლემის მქონე ადამიანი იყო სახლში, იყო შეერღებული ყურებამდე არაფერი, ნახეთ, სკრიმა სკროლის დეპარტამენტი რო არის. ახოსანაირო წაიყვანეს ახლა ციხეში და კირევსქვები დაუჭერიათ დღეს ახლა შევეკრა ხო ანუ ამისთვის ხო ცალიათ აი ვახოსანაიას პოსტების საკითხავად ცალია სახელმწიფოს და დასაპატიმრებლად და ამხელა მენტალური პრობლემის მქონე პირი რომ შეერაღებული იჯდა და ფანჯიდან ვიღაცას ესროდა და ამისთვის არ ცალიათ და იმიტომ რომ ამისგან გადაეტანათ თემა აქედან მოიგონეს ეს აბსურდული ტყვილი. მე აქვე გეტყვით და ამაზე ისაუბრა ჩემო კოლეგამ და ძალიან ძვირფასმა მეგობარმა და ძალიან მაგრმა პატრიოტმა გიორგი სიორიძემ. დიახ, ეს პირი, როგორც მანვე ისაუბრა, არის მისი ბავშვობის მეგობარი, მისი უბნელი. კაპანაძე. დიახ, კაპანაძე და გიორგი სიორიძემ დღეს ისაუბრა ამაზე, ნუ გუშინაც და ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ჯერთი აქედან ორივე მხარესთან აქვს გარდაცვლილი ბავშვი, როგორც ჩანს ასევე გიორგი სიორიძის ოჯახის წევრების და მისი გარემოცვის ახლობელი იყო. ანუ ორივე მხარესთან არის შეხება პატარა საზოგადოება ვართ, ხო? და მე ნახე რა ის ქოცური პროპაგანდა ძალიან დაენარცხა გუშინ. პროპაგანდისტული არხების კომენტარებშიც კი, სადაც მათივე ამორჩეველია მასობრივად, ხო? უფრო ორგანიზებული ვიდრე სხვა. იქაც კი ყველა წერდა. ამორალური იყო ეს. როგორ შეიძლება მეჯვარეზე და უბნელზე ეს მართლა ამორალურია. ამ პატარა საზოგადოებაში სადაც ყველა ვართ ერთმანეთის, რა ვიცი, ნაცნობი, ბიზაშვილი, მამიდაშვილი, არ ვიცი, ლელოს, არ ვიცი, წევრი თუ წარმომადგენელი სულ რო ყოფილიყო, რას მით უმეტეს პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია ამ ადამიანის მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ და ასევე თუ არ ჰქონდა, ასე ვთქვათ, სრული ანამნეზი, ხო? მისი ფსიქიკური მდგომარეობის და დედისგან იცოდა რომ იყო რაღაც გარკვეული რისკები, ამიტომაც თხოვა დედამ, რომ მისთვის ჩამოერთმიათ იარაღი. აი როგორ ფიქრობთ, ეს იყო რაღაცა ერთი საპატრულო პოლიციის მცირე ჯგუფის, იმიტომ რომ როგორც ვიცი, კონკრეტული ბრიგადები გადაადგილდებიან ხოლმე გამოძახების ადგილზე, მათი გადაწყვეტილება ერთ პიროვნული რომ იარაღი დაებრუნებინათ ასეთი მაღალი რისკის მატარებელი არამყარი ფსიქიკის მქონე პირისთვის თუ ეს დავალება სადღაც ზემოდან მოდიოდა და ამას პოლიციელი თვითნებურად ვერ გადაწყვეტდა. რთული ამაზე პასუხი. მე რა თქმა უნდა ეს არ ვიცი.
მაგრამ ჩვენ ვართ ისეთ გაუგებრობაში, აი ეს პრობლემა. აქედან ყველაფერი შევა მართალი იყოს. აი ეს არის ტრაგედია. ყველაფერს თქვენ ბრძანეთ, ან 1, ან 2, ან 3, ან 3-ვე შეიძლება იყოს მართალი. ჩვენ ვართ იმდანად დიდი განუკითხაობის ფაზაში, აი ვიმეორებ, აი Facebook-ზე დაწერილი რაღაცა თავისუფალი აზრის გამო, მე მომეწონა თუ არა მეორე თემა არის, ვიღაცას ლექსიკა მოსწონს, ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას ეს გემონება არის და არ დაობთ გემონებაზე. Facebook-ის პოსტების გამო ადამიანებს აპატიმრებენ. ამისთვის ცალიათ. და იმისთვის არ ცალიათ, რომ ეს ადამიანი შეემოწმებინათ. შეიძლება თუ არა შეარაღებული იყოს თხემით ტერფამდე. ფსიქიატრიული ზრუნვის სისტემა ჩამოშლილია. აი ჯერ კიდევ დღეს ვიხსენებ 2017 წელს EMC, რომელიც ახლა არის თუსებახსის უფლებების და განვითარების კვლევის ცენტრი, EMC ყოველ შემთხვევაში ძალიან მაღალი დონის კვლევითი ორგანიზაცია, EMC-ს ჰქონდა ძალიან მაგარი კვლევა. ჯერ კიდევ 2017 წელს უსწორად მახსოვს, აი ფსიქიატრიულ ზრუნვასთან დაკავშირებით, ხო? ტოტალური კოლაფსი გვაქვს სისტემის, ხო? არ არის სოციალური ზრუნვის სისტემა. მე არაერთხელ შემხვედრია ქუჩაში, აი ამ კვირაში შემხვდა ქუჩაში კაფიოდ და აშკარად შეშლილი ადამიანი, რომელიც არ იყო ადეკვატური, რომელიც ბას ნივთს იქნევდა უმისამართოდ. არ იყო აგრესიული ადამიანების მიმართ, მეც ჩამიარა, მაგრამ იქნევდა უმისამართოდ ვიღაცის მიმართ. აი ძალიან კონკრეტულ მაგალითს ყვები ისანში, ქეთევან წამებულის განძირზე, როდესაც ტელეპირველისგან მივდიოდი, ფეხით მივსენობდი, ვაკვირდებოდი რაღაცებს, შემხვდა ასეთი ადამიანი. აი ხა მარტივი ყოფილი მაგალითი მომყავს. ერთი კვირის დიაპაზონზე. ეხა ამ ადამიანმა ვიღაცას დაარტყა. ერთ დღეს შესაძლებელია სულ სხვა, ასე ვთქვათ. ამ წამს არ იყო აგრესიული, მაგრამ 5 წუთში შევა ვიღაც მოეკლა თეორიულად. აი ხა ამ ადამიანს დახმარება არ ჭირდება? აი კიდევ ერთ მაგალითს ყვები. იმედი მაქვს რომ არ გავიხსენებ, რომ აი მონაყოლი მაქვს რომ რაღაც უბედურებას არ ვნახავთ, ამ ნიადაგზე, ხო? ქალბატონი ხანში შესული ბას ნივთს იქნევდა, ხო? აი ხა აი ეს რო ხდება ასე ესე თავისუფლად დოჩენაშვილის სამსახური პირველი გამახსენდა, იქ არის ერთ-ერთი გმირი, რომელიც მუდმივად ემუქრება ასევე ფსიქიკური პრობლემების მქონე და საბოლოოდ ხდება ისე რომ დომენიკოს საყვარელ ქალს კლავს კი ბატონო. და აი ეს უმძიმესი ამბავი, ეს უმძიმესი ამბები გახდა ჩვენი ყოველდღიური ქრონიკა. და მართლა უკვე ძალიან ცუდი რომანის ძალიან კარგ რომანზე გამახსენდა და ძალიან ცუდი რომანი რომელშიც აი ეს ანალოგია წარმოვიმიტივდი და იმიტომ რომ ძალიან ემოციური მომენტი არის ეს უკვე არ არის ნორმალური აი ეს უკვე არ არის ნორმალური და ეს ხო პოლიტიკური არ არის აი ხარ ასე ვლაპარაკობ აქ ეს არც არის პოლიტიკოსის საუბარი მხოლოდ ცალკე ეს არის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის რაც პოლიტიკოსები ისეც ვარ ბუნებრივი სოციუმის წევრის წუხილი იმიტომ რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს შემდეგი მსხვერპლი აი ამ სოციალური გულგრილობის ჩავარდნილი სახელმწიფოს პოლიციის დაუდევრობის თუ სხვა რისკების მსხვერპლი და აი ხა ერთ-ერთი რაც უნდა გაკეთდეს არის ის რომ ვიკითხოთ დაიწყოს გამოძიება და გამოირკვეს ასე თქვენ დასვით არის ალბათ თავარი კითხვა ამ საქმეში ხო რანაირად მოხდა თქვენ დასვით თავარი კითხვა ეგ არის ყველაზე თავარი კითხვა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ნამდვილად რანაირად მოხდა რომ მას შეუნარჩუნდა ცეცხლსასროლი იარაღი იმ მენტალური პრობლემის ფონზეც ქონდა. თანაც მოწმე არის, ოქროს მოწმე არის, სწორედ ამ საქმეში დედა, რომელიც ყველაზე ახლო ადამიანი, ვინც ყველაზე ახლო ადამიანი. როგორც ხა იყო, თვითონ იყო ერთ-ერთი ისთვის უმძიმესი სიტყვები წარმოთქვა, რომ ნეტავ ჩემი შვილი მომკვდარიყო იმ 17 წლის ბიჭის მაგივრად. გრიგოლ, ერთ სხვა თემას მინდა კიდევ შევეხო და უნდა დავასრულოთ გადაცემა. ესეთი თემატური გადახოვა კი გამოგვდის, მაგრამ რა ვიცი, ახალი და თან აქტუალური, ჯერ კიდევ ნედლი, ამოდი ასე ვიტყვი, საკითხია. აქტიური განხილვის ფაზაშიც კი არ შესულა ეს საკითხი. ელენე ხოშტარია გამოეხმაურა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას. აბსოლუტურად ვიზიარებდა ხარს უჭერ ჯერ საქართველოს და ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას და დასმულ ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო. ლელო რას ფიქრობს ამ საკითხზე? ნახეთ, მე პირველი კითხვაც მეშდება არის, აბა ეს 2 წელი რის ირგვლივ ვიყავით ყველანი ერთად კონსოლიდირებული. მე სხვაგან ცხოვრობდი და სხვა კოლეგები სხვაგან ცოტა არ მესმის. 2 წელი პრაქტიკულად გავატარეთ ყველამ ერთად. პარტიამ კი არა, ქართულმა საზოგადოებამ გავატარეთ ამის მოთხოვნაში. ახალი თავისუფალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალ პირობებში. მე ვფიქრობ და ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ ჩვენ
უნდა ვიბრძოლოთ პროექტში ამისთვის და ჩვენ ვიბრძვით ამისთვის, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით, ყოველდღიურ მუშაობით. უერთდებით აი ამ ასე ვთქვათ მოწოდებას, რომ კონსოლიდერდეს ოპოზიცია ახლა უკვე არა ახალი, მაგრამ ახალი ფორმაციის იდეის გარშემო. ჩემთვის ნახეთ პირველი პასუხი ინსტინქტოდ არის ის, რომ ახალი ფორმაციის იდეას ვერ ვხედავ. თუ ვინმე დამანახებს ახალი ფორმაციის იდეას, შეგვიძლია კონკრეტულ იდეაზე ვისაუბრო და თქვა, რომ ან უერთები ან არა. მაგრამ ის რომ ახალი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს ამ ქვეყანაში, ეს არ არის ახალი იდეა. ეს არის იდეა, რომელიც წელიწად ნახევარი თითქმის უკვე 2 წელი. მაშინ რა გამოდის დანარჩენი ოპოზიცია მიხვდა, რომ ერთადერთი გონივრული გამოსავალი ამ ეტაპზე არის თავისუფალი არჩევნები, ანუ ისინი ვინც მანამდე ბოიკოტის მომხრეები იყვნენ? მე ვხედავ ბოიკოტის სენტიმენტის რღვევას, რასაც მივესალმები. ზოგი უფრო გვიან ხვდება ამას, ვიდრე სხვა, მაგრამ ბევრი მიხვდა, რომ ბოიკოტი არჩევნების ადმინდობობას გულისხმობს. მე არ ვლაპარაკობ ცალკეულად 24-ის ბოიკოტზე, მაგრამ რაც 25-ში ვნახეთ, რომ არჩევნები არ შეიძლება არასდროს ეს მე მგონი არასწორი. და მგონია, რომ ბოიკოტის და საარჩევნო ნიჰილიზმის გაღვივება არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი. და მე ძალიან პირდაპირ გულწრფელად ის ენერგიები, რომელიც აქტიურად მოუწოდებენ ბოიკოტისკენ მომავალში, ჩემთვის იქნებიან ნეფსიტუნებლიეთ, ამაში არ შევალ, ისინი იქნებიან ქოცური ენერგიის გამაძლიერებლები, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ ბოიკოტი აწყობს ბიძინა ივანიშვილს. ეს არის 2x2 4. ყველა ბოიკოტით იგებს ივანიშვილი და თუ ივანიშვილი რაიმეთი იგებს, მე ამით ვაგებ. ძალიან მარტივი წესი მაქვს. მე ვხედავ, რომ ივანიშვილი ძლიერდება, ფაქტებს ვხედავ, ხო? ამიტომ არანაირი ბოიკოტი, ბევრი მუშაობა რეგიონებში ძალიან ბევრი მუშაობა, ჩვენ ამას ვაკეთებთ. ეს არ არის თავისუფალი, ეხლაც ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე უკვე მე რამდენი დღეა თვალით არ მინახავს. შემოიარა ნახევარ საქართველოს მეორეჯერ უკვე, წელს მეორეჯერ, თუ არა მესამეჯერ უკვე სათვალავით მერევა, კარგია. სხვა კოლეგებიც ასევე არიან აბსოლუტურად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ამას ვაკეთებთ და რა ვიცი, თავისუფალი არჩევის იდეების ირგვლივ მე ვფიქრობ ვართ კონსოლიდირებული და ვიყოთ უკეთ კონსოლიდირებული, მაგრამ არანაირი ახალი რაღაცა ერთობები და ფორმაციები, აი ეს მაბატია და აბსურდი არ არის საჭირო. მე მგონი უკვე სიტყვანცად მეტია, ხო? ნახეთ, რომ რაღაცებს შექმნიან, თქვენ ნახევარი კვატიშებენ და მე თქვენ ნახევრის თავზე დავაპაუზეთ. არ გვცალია ამისთვის.